მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ბარამიძე, მინდა წარმოგიდგინოთ საუბრების ციკლი აზროვნების შესახებ. ეს არის აზროვნების სახელოსნო, სადაც იქნება ისეთი ატმოსფერო, რომ შესაძლებელი გახდეს აზროვნების ცოცხალი პროცესის შექმნა. ამიტომ მე არ ვაპირებ ლექციების კითხვას და რაღაც აბსტრაქტულ ფილოსოფიაში ჩაძირვას. ეს არხი იმისთვის შევქმენი, რომ თქვენთან ერთად ვისწავლოთ, როგორ ვიფიქროთ უკეთ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი ცოდნა დავაგროვოთ, არამედ როგორ ვიცხოვროთ უკეთ. აზროვნება, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ და სხვადასხვა ასპექტები წამოვწიოთ წინა პლანზე, მაგრამ მე ვფიქრობ და უშუალოდ ვილაპარაკოთ კრიტიკულ აზროვნებაზე, პოზიტიურ აზროვნებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო კარგი იქნება თუ აზროვნებაზე ვიფიქრებთ ყოველდღიური ცხოვრებასთან კავშირში, ესე იგი აზროვნებაზე, სანამ ის ასეთ მის ქვესახეებად დაიყოფოდეს და გარკვეულ ურთიერთობაში მოვიდოდეს ერთმანეთთან. და ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გულისხმობს მათ შორის წინააღმდეგობებსაც, იმიტომ რომ ცხოვრება გვასწავლის თვითონ, არა მარტო წიგნები, არამედ ცხოვრებაც გვასწავლის, რომ წინააღმდეგობა ეს აზროვნების თვისებაა. მეორე მხრივ წინააღმდეგობრივ აზროვნებას შევყავართ და ასეთი აზროვნება ხვევს ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებში და ვდგებით ისეთი საკითხის წინაშე, საერთოდ უნდა იყოს თუ არა აზროვნება აგებული წინააღმდეგობის გაწევაზე, ანუ ჩვენ უნდა გაუწიოთ თუ არა წინააღმდეგობა იმას, რაც ჩვენში ხდება. ჩვენში მე გულისხმობ იმას, რომ ვიწყებთ აზროვნებაზე საუბარს სწორედ ჩვენს ადამიანურ, ინდივიდუალურ შინაგან სამყაროზე დამყარებით. ჩვენ გვაინტერესებს პირველ რიგში სწორედ ის, თუ როგორ წარმოიშობა ჩვენში აზრები. და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ისიც გვაინტერესებს წინააღმდეგობები აზრებს შორის, აზროვნებასთან დაყვება თუ მერე აზროვნების პროცესში ხდება მისი შეძენა. ხომ არ არის უპრიანი, რომ კონფლიქტურ სიტუაციებზე ფიქრისას ჩვენ
დავეყრდნოთ არა წინააღმდეგობას, როგორც ასეც, რაც ესე იგი კონფლიქტს იწვევს. უპირველეს ყოვლისა ადამიანის შინაგან სამყაროში ხდება კონფლიქტის შოვა და შემდეგ მისი განფენა გავრცელება მის გარეთ. ხო არ არის უპირიანი, რომ არაწინააღმდეგობრივი აზროვნების მოდელი წამოვწიოთ წინა პლანზე. ხო, აზროვნება როგორც არაწინააღმდეგობა. წინააღმდეგობის, მოდი ვთქვათ ასე, არ გაწევა. ვისთვის არ გაწევა წინააღმდეგობისა? რა თქმა უნდა, იმისადმი წინააღმდეგობის არ გაწევა, რასაც ცხოვრებისეულ ყოველდღიურობაში ჩვენ როცა ვფიქრობთ ამგვარ საკითხებზე, ანუ აზრებზე და აზროვნებაზე, მივაჩნია, რომ რაღაც მტრული აზრები არის ჩვენში. წარმოიშობა რაღაცა მტრული აზრები, ხო? რომლებიც არ გვაძლევენ მოსვენებას, ნერვებს გვიშლიან და საბოლოო ჯამში წინააღმდეგობებში გვხვევენ. და ზოგჯერ, არათუ ზოგჯერ, არამედ ხშირად ასეთი წინააღმდეგობები იწვევენ კონფლიქტებს, რომლიდანაც შემდეგ ჩვენ ვერ ვახერხებთ გამოსვლას. როგორ შეიძლება ახლა გაჩნდება ეს კითხვა, ხომ? როგორ შეიძლება რომ არაწინააღმდეგობრივად ასე ვთქვათ დაუპირისპირდეთ ჩვენ, ანუ წინააღმდეგობის არ გაწევით შევეცადოთ, მოვაგვაროთ ჩვენი აზრებისთვის დამახასიათებელი ან მათ მიერ მოტანილი წინააღმდეგობები. ამისთვის ბევრი რამ იქნება აუცილებელი და ამას ჩვენ სადაგზა, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს შევეხებით, უფრო ჩაუღრმავდებით კიდეც, რამდენადაც მე ამის საშუალებას მომცემს ის, რომ მაქვს ფილოსოფიური აზროვნების გამოცდილება, ჩაუღრმავდებით ასეთ საკითხებს, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ ჩვენს თავში უკეთ ჩავიხედოთ, ღრმად ჩავიხედოთ და მოვიძიოთ თუ რა ხდება ამ სიღრმეში, რომელსაც ბევრი ადამიანი, ბევრი მოაზროვნე, ხელოვანი, ასე ვთქვათ, თუ ჩვეულებრივი ადამიანი აღწერს როგორც უსწროს, ანუ რაღაცა ადამიანის შინაგანობაში არის ისეთი, რაც ამ სახელს იმსახურებს, ასე ვთქვათ, ეს არის უსწრული, ხო? და როგორ ხდება უსწრლისთვის დამახასიათებელ ამ, ასე ვთქვათ, ცხრიაჩი სიბნელეში როგორ ხდება აზრების დაბადება. როგორ ხდება და როგორ ხდება მათ შორის რაღაცა ურთიერთობების დამყარება. ხო? ჩვენ გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ისა, რომ თავიდანვე დავაკვირდეთ ამ პროცესს ჩვენში. ანუ ვიტყოდი ასე, რომ ჩვენს თვითონში ცოტა ისეთი
ფილოსოფიური ტერმინი გამოვიდა. ანუ უფრო თუ სხვა კუთხით შევხედავთ ახლა ამ ვითარებას, რაზეც საუბრობ, უნდა დავსვათ ასე საკითხი, ისე იგი რა ურთიერთობა მაშინ ჩვენსა და არა მესა მე იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი მე აი ესე ხასიათდება ხო მე ვთქვი მე ვამბობ მე წერ და ასე შემდეგ ხო მესა და მე თვითონს შორის არის თუ არა რაღაცა განსხვავება ალბათ როცა არის თუ არა განსხვავება მას შორის როცა მე ვამბობ რომ ეს მე მოვიფიქრე ეს ჩემი აზრია ხო ეს ჩემი აზრია ისე რას გულისხმობ ამაში რომ მე ჩემი თავი ამ აზრს გავუიგივე ანუ მე წავედი გარკვეულ რისკზე როცა უამრავი აზრიდან რომელიც ჩემში ასე ვთქვათ დაბორიალობენ ასე ვთქვათ ხო მე ვირჩევ ერთ მათგანს ამ შეიძლება რამდენიმე მათგანს და ვაიგებ მასთან ჩემს თავს და მე ვამბობ რომ ეს მე თვითონა ვარ მე ვთქვი ეს და რისკი აქ იმაშია რომ როგორი აზრია თვითონ ის აზრი თუ ის აზრები რომელთანაც მე ჩემი თავი გავაიგივე და მე ვთქვი რომ ეს ჩემი აზრია დაფიქრებულ ვარ კი იმაზე რომ აი თუ მსგავსი ფიქრები თქვენს გქონიათ აი ამ შეკითხვას მაშინ ექნება აზრი დაფიქრებულ ვარ კი იმაზე რომ შეიძლება ის აზრი რომელზეც მე ვამბობ რომ ის არის ჩემი აზრი ჩემი საერთოდაც არ იყოს და იყოს ასე ვთქვათ ჩანერგილი ჩემში რაღაცა ჩემი წარსულის გამოცდილებებიდან გამომდინარე და მე სულაც არ ვფიქრობდე და არ შემქონდეს ეჭვი იმაში რომ ეს აზრი ნამდვილად ჩემია მე ახლა ვახსენე სიტყვა ეჭვი და ჩვენ აი ამ საკითხებს რა თქმა უნდა რაც ეჭვთან არის დაკავშირებული შევეცდებით რომ შევეხოთ უფრო სიღრმისეულად ასე ვთქვათ იმიტომ რომ შეიძლება საქმე ისე იყოს რომ ის რასაც ჩვენ ეჭვს ვეძახით სწორედ ის იყოს აზრის ის იყოს ღირსი იმისა რომ მასზე ვიფიქროთ ხო ახლა საერთოდ რა ქვია რამდენად მართებულია ის როცა ჩვენ აზრების შესახებ ვამბობთ რომ რაღაცა არის დადებითი აზრი რაღაცა არის უარყოფითი აზრი ვინ აკეთებს ამ კლასიფიკაციას ვინ მიჯნავს ამას ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან იქნება ამას მე ვაკეთებ თუ მე თვითონ ვაკეთებ თუ რაღაც მესა და მე თვითონ შორის არის კიდე რასაც მე არ ვიცნობ მაგრამ შემოსულია ამ ჩემს ასე ვთქვათ სამყაროში და ის თავს მახვევს მე ასეთ აზრებს ასეთ კლასიფიკაციას თავისთავად შეიძლება არც იყოს მართებული ის რომ აზრები დავყოთ პოზიტიურ აზრებად ნეგატიურ აზრებად ხო და თუ ეს ასე არის მაშინ ხომ არ არის უპრიანი რომ ვიფიქროთ არა იმაზე რომ ამ პოზიტიურს და უარყოფით შორის ანუ ნეგატიურ შორის არის რაღაცა წინააღმდეგობა მოურიგებელი წინააღმდეგობა არამედ
ვიფიქროთ მათ საერთო საფუძველზე. იმიტომ რომ ასეთი დაყოფები, ანუ ეს წყვილადი, ქვიან ასე ვთქვათ, გაგებები, წყვილადი გაგებები, ანუ გაგების წყვილი, უარყოფითი და დადებითი, პოზიტიური და ნეგატიური, ხომ არ მიანიშნებს ისეთ რამეზე, რაც ჩვენში ჩვენ გადამოუკიდებლად, ჩვენ ზურგს უკან ჩვენი აზრების მიღმა მოხდა. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ის თავდაპირველი ამბავი, თავდაპირველი ვითარება, რაც საფუძვლად უდევს შემდეგ ამ ყველა დაყოფებს, ის აფეთქდა. და ჩვენ ახლა მთელთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ამ აფეთქების შედეგად წარმოშობილ რაღაცა ფრაგმენტებთან. ხო, და რომ დაუბრუნდეთ ახლა იმ საკითხს, რაც ზემოთ ვახსენე, რომ ხომ არ დავფიქრებულ ვართ მეთქი იმაზე, რომ აზრი, რომელიც ჩვენ მოვდის თავში და შეიძლება დროთა განმავლობაში კიდეც ველოლიავებოდეთ ამ აზრს, უფრთხილდებოდეთ ამ აზრს, ვიყოთ მის იმედად, ისე რომ სულაც არ ფიქრობდეთ, საიდან შემოვიდა ეს აზრი ჩემში. ნამდვილად ეს ჩემი აზრია, მე ვარ ამ აზრის მატარებელი და ხომ არ არის ხიფათი იმაში, რომ შეიძლება მე არ ვიყო ამ აზრის მატარებელი და ეს აზრი სულაც არ იყოს ჩემი. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან ბევრი პრობლემა დადგება და ეს იქნება დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მასთან თუ მე ჩემი, ეს რას ნიშნავს ეს გაგება ჩემი? საერთოდ მე როგორ, ასე ვთქვათ, ვედავ, ასე ვიტყვი, იმას, რომ ვილაპარაკო რამეზე და ვთქვა, რომ აი ეს ჩემია, ჩემი და შენი, ეს ის დაყოფაა, ხო? ჩემად და შენად დაყოფა, ხო? დადებითად და უარყოფითად დაყოფა. ეს დაყოფები სად მიგვიყვანს ჩვენ? აი ამით მინდა დღევანდელი საუბარი დავასრულო და მომავალი ვიდეო უკვე მიეძღვნება აი ამ დასასრულს, ამ საუბრის დასასრულს, წამოჭრილი საკითხის განხილვას. მადლობა.